თავი 22. ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული. დაეძებდნენ მას მღვდელთ მთავარი ნამწიგნობარი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელს უწოდებდნენ, რომელიც 1:12-თაგანი იყო. წავიდა, ელაპარაკა მღვდელთ მთავრესა და მცველთა მეთაურებს, როგორ მიეცა მათთვის იესო. მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ მიეცათ მისთვის ვერცხლი. მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის. დადგა უფუარობის დღე, როდესაც უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა: წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ. მათ უთხრეს: სად გინდა რომ მოვამზადოთ? მან უთხრა: აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან მჭამო პასექი. ის გიჩვენებთ დიდმოფარდაგებულ ზემოთვალს, იქ მოამზადეთ. წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი. როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ: დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ ახსულდება იგი ღვთის სასუფეველში. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: აიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის, რადგან გეტყვით თქვენ, ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი. აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, მისცა მათ და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე, რადგან კაცის ძე მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი. და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა, რომელი მათგანი იზამდა ამას. ასევე იყო დავა მათ შორის, რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად. მან კი უთხრა: ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ? თქვენ შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს, მსახურივით. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი? მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ როგორც მსახური. თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მიაღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი, რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად. თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ, აჰა, სატანა მithova, რომ ხორბალივით გაგცხრილოს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიო შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები. მან კი უპასუხა: უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოთაც. ხოლო მან თქვა: შენ გეუბნები, პეტრე. მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ. უთხრა მათ: როდესაც ქისის, აბგის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ? არაფერი. უპასუხეს მათ. მაშინ უთხრა: ახლა კი ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე აბგა, ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და מחვილი იყიდოს. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემში უნდა ახსულდეს, ბოროტმოქმედებთან შეირაცხა, რადგან მას, რაც ჩემზეა, დასასრული აქვს. მათ უთხრეს: უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია. საკმარისი. მიუგო მან. გამოვიდა იქიდან და ჩვეულებისამებრ წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: ილოცეთ, რომ არ ჩაცვიდეთ განსაცდელში. თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე. მუხლი მოიყარა და ლოცულობდა. ამბობდა: მამაო,
თუ გსურს ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს. ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და ამხნევებდა. ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ებკურებოდა მიწას. ლოცვის შემდეგ წამოდგა. მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისგან ჩაძინებულები. უთხრა მათ: რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვიდეთ გასაცდელში. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ აჰა, ხალხი მოდიოდა და მათ წინ მოუძღოდა 1-12-თაგანი, რომელსაც ერქვა იუდა და მივიდა იესოსთან საამბორებლად. უთხრა მას იესომ: იუდა, ამ ბორით გასცემ კაცის ძეს? მასთან ყოფებმა რომ დაინახეს რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, დავსეთ მახვილი. ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათავა. მაშინ იესომ უთხრა: თავი დაანებეთ, კმარა. შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი. იესომ უთხრა მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მეთაურებს და უხუცესებს: როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, מחვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემ შესაპყრობად. ყოველ დღე თქვენთან ერთად ვიყავით ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ, მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება. შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი შორიახლო მიყვებოდა. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა. ერთმა მოახლემ იგი ცეცხლთან ჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: ესეც იმასთან იყო. მაგრამ მან უარყო და თქვა: დედაკაცო, არ ვიცნობ იმას. ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც იმათგანი ხარ. მაგრამ პეტრემ უთხრა: ადამიანო, არა ვარ. დაახლოებით 1 საათი გავიდა და სხვა ვიღაცა ამტკიცებდა და ამბობდა: ჭეშმარიტად ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია. ხოლო პეტრემ უთხრა იმ კაცს: ადამიანო, არ ვიცი რას ამბობ. დაუცებ, როცა ამას ამბობდა, მამა იმაიყიდა. მაშინ უფალი მობრუნდა და შეხედა პეტრეს. გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა მას: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარ მყოფ. და გავიდა გარეთ და მწარე დატირდა. ხოლო კაცნი, რომელთაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას. თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: აბა იწინასწარ მეტყველე ვინ დაგარტყა? და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ. როცა გათენდა, შეიკრიბნენ. ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარი და მწიგნობრები და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში. უთხრეს: თუ ქრისტე ხარ, გითხარი. უთხრა მათ: რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ. და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებ. ამერიდან კაცის ძე იქნება ღვთის ზალის მარჯვნივ მჯდომარე. ყველამ უთხრა: მას შენა ხარ ძე ღვთისა. მან უთხრა: თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ. მათ კი თქვეს: მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება, ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან.